დიეტაზე მყოფი ადამიანები მოარიძეთ ეკრანებს. წვადი, ხინკალი, ხაჭაპური, ქაბაბი. ამ სამყაროში შექმნა სტეიქჰაუსი საკმაოდ დიდი რისკია. რატომ გასწია ეს რისკები და როგორ შექმნა სტეიქჰაუსი ნომერი 1-ისგან ბრენდი? შოთა ბურჯანაძეს ვკითხავთ. ცოტა სამი სიტყვით დაახასიათე სტეიქჰაუსი ნომერი 1. სამი სიტყვა უნდა ვამყოფინოთ. ეხლა და ჩავდოთ ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ექსკლუზიურობა ყოველისა. აუცილებელი არის სიტყვა ითქვას სტეიქჰაუსის დროს, როცა ვამბობ სიყვარული და აუცილებელი არის კომფორტი. რასაკის არის ბრენდი? ზუსტად არის 12 წლი ნახევრის. სტეიკი როგორია იდეალური შენთვის? სტეიკი ცალსახად ვერ დავახასიათებ, რომ როგორი არის. ეს არის ძალიან დიდი ფილოსოფია ჩემთვის. სტეიკი არის ფილოსოფია, სიყვარული კულინარიის, სიყვარული ხორცის, სიყვარული მთლიანად სერვისის და ასე შემდეგ და აი ეს არის მთლიანად სტეიკი. ინტერიერის დეტალი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს სტეიქჰაუს ნომერი 1-ში. ეს არის ჩვენი VIP სტუმრების დანაჩანგალი. ფილმი ან სერიალი, რომელიც ბიზნესის შესახებ გინახავს და შთაგაგონა. ბიზნესის შესახებ ფილმები საერთოდ ნაკლებად მიყვარს ფილმები, მაგ კუთხით, მაგ მიმართულებით, უფრო სხვა მიმართულებით მიყვარს ფილმები დრამატურგიაში უფრო მიყვარს, მაგრამ აი შეიძლება ითქვას, რომ პირველი ფილმი, რომელიც აი ბიზნესთან ატომბას დავაკავშირე, ეს არის წვიმის კაცი. სამი სიტყვით რომ დაგახასიათონ თქვენმა თანამშრომლებმა რა იქნება ეს სამი სიტყვა? სამი სიტყვა. შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში მე მომყვება თანამშრომლები, რომლებიც თითქმის დაფუძნების დღიდან არიან. და ასეთი არის დაახლოებით 50%. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ისინიც გაიზარდნენ და მეც მათთან ერთად, ასე ვთქვათ, ამ ბიზნესში გავიზარდე. და სამ სიტყვას თუ ვიტყოდით, ალბათ უკეთესი იქნებოდა მათი დახასიათება ჩემზე მოგვესმინა, ვიდრე მე თქვა, მაგრამ რადგანაც კითხვა დაისვა, პასუხიცაც გეტყვით, ალბათ მიზანმიმართული, ინიციატორი, ნამდვილად, ალბათ იტყოდნენ, რომ ძალიან ბევრი კრეატიული და სირთულეების მსურველი ვარ ყოველთვის, რომ დავნერგო და კრეატიული ალბათ. ვის უმასპინძლებდი სიამოვნებით ჩვენს რესტორანში? ნებისმიერი ადამიანი დაასახელე ცოცხალი თუ კაცი გარდაცვალა. ხო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ შეიძლება სხვა დროს ეს ინტერვიუ რო ჩაწერილი იყო, შეიძლება სხვა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით ილია ჭავჭავაძეს ვუსტუმრებდი. ცნობილი გურმანი იყო ილია და დღევანდელ რეალობას იმდენ კითხვას დაუსვამდი, შეიძლება სტეიკი ვერ ეჭამ. შენთვის წარმატება ნიშნავს? ჩემთვის წარმატება ნიშნავს ბედნიერებას. როდესაც ხარ საქმეს აკეთებ, გიყვარს, გიხარია და ხარ ბედნიერი, მაშინ ხარ წარმატებული. რა ფერისაა ფული? ფულს ფერი არა აქვს. ერთი ნებისმიერი რამ, რაც საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად წარმოაჩენს. საქართველოს დღესდღეობით დღევანდელი გადასახედიდან ალბათ მაინც შაბლონურად ღვინო. შოთა, რას ნიშნავს შენთვის დასახელებაში ნომერი 1? ხო, სხვათა შორის ძალიან დიდი შინაარსი დევს ამ სიტყვაში ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში ნომერი 1 ნიშნავს იმას, რომ თავიდან სტეიქჰაუსი იყო პირველი. ამაში ნიშნავს, რომ უნდა იყოს საუკეთესო, ის უნდა გამოირჩეოდეს და სახეს უნდა ამართლებდეს. და მე დროთა განმავლობაში ესეთი იდეაც მომივიდა, რომ რამდენი ფილიალის გაკეთება ხوار დავარქო მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ეს იდეა იქიდან გამომდინარე, რომ გაამართლა ბრენდმა ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან მეორე ფილიალი, რომელიც Redison Red-ში
გაიხსნა, ამასაც დავარქვით Steakhouse ნომერი 1, ნომერი 1 და შესაბამისად სურვილი მაქვს, რომ აი ეს რაც ჩაფიქრებული ქონდა, რაზეც ვისაუბრეთ, გაამართლოს Radisson Redშიც თავისი ბრენდის სახელი.